ბარო რიბაკებო, დღეს აგიხსნით როგორ გააკეთებთ მარტივად არაგვის მონტაჟი და არა მხოლოდ არაგვის. ვიღებთ 0.25-იანს ან 0.30-იან ძუას, მთავარ ძუას რა თქმა უნდა, მსხვილი რაც არის მთავარი და სადავეს ნემსკავის ძუას ვიღებთ 0.14-ს, 0.16-ს. 0.16-ზე მეც არ გავცემ რეკომენდაციას, მაგალითად მე 0.14-იანი სრულიად საკმარისია არაგვსი. ეხლა ეს მსხვილი ძუა ესე გადავღუნე, ახლობით აქ რო დავაყენოთ სადავე. გადავკეთე და ვაკეთებთ ასეთ რაღაცას. აი, რამოდენიმეჯერ შემოვატრიალებთ. აი ამ კულუბში გავუყრით მეორე მხარეს. აი ასე. და გაკეთდა აი ესეთი რუიანი. ახლა განახეთ ხელზე უფრო უკეთესად რო გამოჩნდეს. აი ესეთი რუიანი გაკეთდა. ახლა ვიღებთ წვრილ სადავეს. ესეც სადავე ძუა წვრილი. და ამაში ვაძვრენთ ამ წვრილ ძუას ამ რუიანში ჩავაძვრენთ ასე. ამას კიდე გავითრევთ. ეს კვანძი თავისთავად უნდა დაასველოთ. აი აუცილებლად უნდა დაასველოთ, თორე რომ მოიქნევთ. იქ დამთავრდება თქვენი მონტაჟის ამბები. გაწყდება, გაფუჭდება ძუა. აი ასეთ ვარიანტი გაკეთდება, დაიჭირა ხო? ოდნავ დაიჭირა, ახლა ეს რო გამოიწრება, გამოწრება. ახლა რა ხდება? ეს სადავე, ზედა მხარეს, რომელიც გრძელია, ისევ ასე ტოვებთ როგორც არის. და ქვედა მხარეს მოკლე რომელიც არის, აკეთებთ ასეთ რაღაცას, ამას დაახვევთ. 4-5 ასე. აგერ ახლა აქ დირკა ხო გაიკეთა ძირში. აქ ჩაუტრიალებთ და ზემოთ კიდე. აი ეს. დაჭიმავთ. ახლა აღარ ვასველებ. თქვენ დაასველეთ აუცილებლად. აჰა, ესეც ასე. ამ ზედმეტს რა თქმა უნდა მოვაჭრით. ასე. ახლა როგორი სიტუაცია? აი ეს ზემოთ არის რა, ზემოთ იხედება. როდესაც ჩაუბავთ როდესაც ჩაუბავთ რომ იხდება ახლავით. აი უყურეთ ახლა როგორ არის. ესე იგი გაწა. აი ეს უკვე ზემოთ იყურება რა წყალში რო კოხტათ იყოს. აი ესეთ ვარიანტში. ეს რო ქვემოთ იყოს უკვე მიმაგრებული. შეიძლება ამას დაეხვიოს აი თავარ ძუას. ეს უკვე ზემოთ იყურება და გამოდის კოხტა. ახლა კიდე ბოლოში ნემსკავს მივაბ. მოკლედ ეს ერთი მივაბით. ახლა შემდეგი ზემოთ უკვე ვაკეთებთ იმ ხელას რომ აი აქამდე არ მიწვდეს, აი ამ მიბმულს არ მიწვდეს გადაგდების დროს და ამოღების დროს რომ ნაკლები ახლართვა იყოს. ისევ იგივე რაღაცას ვაკეთებთ. 1 2 3 გავუყრით მარკუში. გაკეთდა რუიანა. ავიღოთ წვრილი ძუა. ჩაუყაროთ. ასე. ამას დავჭიმავ ისე. გაიცლიერად ასე დავჭიმოთ. დასველება არ გვავიწყდება. ამ ქვედას ავიღებთ და ისე კოხტად დაუტრიალოთ რომ მყარად იყოს. ასე 4-5 ჯერ. ასე და თავს წამოვიღებთ, ახეთ ჩავაცვლით. მოკლედ ეს მივაბით, ეს მეორე სადავე. ახლა ნემსკავს მივაბა. ნაწყვეტ მირწევს ჩაწერა ვიდეოსი რომ ხან მომხმარებელი, ხან ვიღაცა რეკავს და ასე. მაგრამ ნუ მიხვდებით. ახლა კი ნემსკავს მივაბავ. აი ასეთი მონტაჟი გამოვიდა ბიჭებო. თავარ ძუასთან სადავები ასეა მოშორებული. თავისთავად შეგიძლიათ გრუზის ქვემოთაც
ერთი სადავის დაყენება, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ უნდა იყოს მოძრავი ტყვია, რომ ტყვის გათრევა არ მოუწიოს თევზს, თორე არ აიხებს. ესეც მზამონტაჟი. თავისთავად გამზადებული მონტაჟები მაქვს და იმის შეძენა შეგიძლიათ მაღაზია Fishshop-ში. აბა წარმატებული რიბალკა.